მეორედ მოგესალმებით, მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. აი ამ საკითხზე მინდა კიდე ერთხელ გესაუბროთ, ძალიან წყნარად და მშვიდად. თქვენ ხომ გიყვართ მშვიდი საუბარი ჩემგან. ესე იგი, ეს ვიდეო ის არის, რომელიც გახსოვთ მაშინ, რომ დაგიდეთ გენიოსი თამარ მეფე ვარ მეთქი, ხო და შენაირი თუ იყო თამარ მეფე, რაც შენ ლაივებში სიტყვებს ხმარობ, ჩვენიერის საქმე წასულა უკან, ვისაც ჯერავს შენი. ასეთი ის გააკეთეს კომენტარი ამაზე რა და ეხლა ამაზე მინდა გესაუბრეთ რა, საყვარლებო, მინდა გესაუბროთ. ესე იგი, მე გადავწყვიტე ესეთი რამ რა. სანამ მიწაში ჩავალ, საქართველოს მოსახლეობას თითოეულ თქვენგანს, სულ ერთია კაცი, ქალი, ბავშვი, მოხუცი, ისე უნდა მივაჩვიო თავი, ჩემი ბილწი სიტყვა არ არსებობს საერთოდ. ჩემი იმ ცუდი სიტყვებით, რომელიც ჩემი პირიდან გამოდის, ჩემი იმ ძუძუებით თუ ჩურებით თუ ყველაფრით, რომ აი თქვენს წინაშე რომ შიშველი წავსდგე, არ უნდა შეგრცხვეთ არც თქვენ და არც მე. აი ესე გადავწყვიტე მე, მეგობრებო რა და ეხლა რაც შეეხება თამარ მეფის საკითხს. ხო? მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან დაიგრუზა ხალხი, რომ მე ჩემი პირიდან გამოდის სიტყვები. ძალიან დაიგრუზა ხალხი, რომ ჩემი პირიდან გამოდის, ესე იგი, სიტყვები როგორიც არის ჩური, ფალოსი, გინება, გინება და ასე შემდეგ რა, ბევრი რაღაც. აი რა არის იცით მეგობრებო, მე ძალიან გამკვირვებია თქვენი რა. აი თუნდაც რაში იცით. ესე იგი, ეს სიტყვები აშინებს ხალხს, მე რასაც ვამბობ. გაიგო სიტყვები და ამის შეეშინდა. ხო, აი სიტყვები კარგად გაიგო მეგობრებო, ანუ ესე არ არის რომ ვერ გაიგო და ნახევრად მოესმა რა. სიტყვები კარგად გაიგო და შეეშინდა. აი 1500 ვიდეოდან რაც მე სიკეთე ვილაპარაკე და რაც მე კარგი ვილაპარაკე, ის კი ვერ გაიგო. აი ცუდი სიტყვა რო ვთქვი, ის გაიგო. ჯერ ეგეთი სიტყვები ცუდი არ არსებობს, არც ერთი სიტყვა ცუდი არ არის, არც ერთი სიტყვა ბილწი არ არის და არც ერთი სიტყვა თუნდაც ქალის პირიდან გამოსული არ არის დასაწუნი. ყველა სიტყვა არის სულიწმინდის. აი ამას რომ გავიტან მე საზოგადოებაში, რომ სიტყვების კი არ შეეშინდეს, იმ საქმის შეეშინდეს, რომელ საქმესაც დღეს მთავრობა გიკეთებთ, რომელ საქმესაც დღეს საპატრიარქო გიკეთებთ, რომელ საქმესაც დღეს საპატრიარქოს გვერდზე მდგომი შანგრილა გიკეთებთ. აი ის ვითარება, რაც საქართველოში შექმნილია, თუნდაც მედია, თუნდაც სუპერმარკეტი, რასაც თქვენ სუპერმარკეტზე ყიდულობთ, ხო? შაქარი, შოკოლადი, ყველაფერი, რაც დღეს წარმოვდება ტკბილეულის სახით და ენერგო დრინკებზე ხო აღარ ლაპარაკობ რა, ენერჯაიზერებზე. მოკლედ ერთი სიტყვით საინტერესო რა არის, იცით? ჩემი ცუდი სიტყვა რო გაიგეს, დაქცეულა საქართველო. და ის რომ ილია მეორე მაგრად ტრაქში გისვავდათ ყველას, ის რომ საპატრიარქო მაგრად გეკაიფებათ დღემდე, ის რომ საპატრიარქოს ეკუთვნის თვითონ ეს პარლამენტი და ყველა ის პირი, ვინც პარლამენტში მუშაობს, ის სახელმწიფო საზოგადოება, ვინც ვითომ თქვენ გმართავთ, ისინი რომ თავზე გაკუკებენ. ნებისმიერ რამდენიმე ჩამოვთვალო, უბრალოდ სხვა პრობლემებს თქვენ ვერ ხედავთ, გარდა იმისა, რომ თამარ ინასარიძემ ოი, როგორ თქვა მუტელი. და გული გაუსკდა ადამიანს. ბიჭო, აი მე როგორ მიკვირს თქვენი იცი? აი ამ დონეზე ხართ დასული, რომ მეტი იმის იქით ვეღარ ხედავთ, რომ აი მე ხარ ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც
ვცდილობ, რომ ვამხილო ესა თუ ის სისტემა, რომელიც არასწორად ექცევა ქართულ ხალხს, ხო? და ჩემი პირიდან რომ გამოვიდა ყლე, მუტელი თუ ჩური თუ სხვა, აი ეს უფრო აშინებს ხალხს, ვიდრე ის, რასაც მე ვამხელ. ვისაც მე ვამხელ, გესმის და რა სისტემებსაც მე ვამხელ, ის კი არ აშინებს. ჩემი სიტყვა აშინებს ხალხს, გესმის? ესე იგი გამოდის, რომ ძალიან ძლიერი სიტყვა მქონია რა. ძალიან ძლიერი ყოფილა ჩემი სიტყვა. ესე თუ გაშინებთ თქვენ. გესმის? და ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა თუ საქართველოს დააქცევს და მე თუ თამარ მეფე ვარ და ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა თუ საქართველოს დააქცევს, ესე იგი ეგ უფრო დიდი პრობლემა ყოფილა, ვიდრე ის, რასაც დღეს სახელმწიფო ეკლესია უკეთებს ადამიანს. კაი, გავარევოთ და ეხლა გარდა მაგისა, ეხლა თამარ მეფეზე რომ მივადგეთ, ხო, თამარ მეფის საკითხი ისე იყო ბოლოს, რომ ისეთ იგინებოდა და ისე აგინებდა ხალხს, რომ ბოლოს ჩამოართვეს მეფობა. ჩამოართვეს პირდაპირ მეფობა ჩამოართვეს. და დედაც მოსწყვნიათ მაგათ ეგეთ ხალხს, ვინც მეფობა ჩამოართა იმ ადამიანს, ვინც ვერ დაინახა თამარ მეფის ღვაწლი. თქვენ გონიათ თავის დროზე თამარ მეფე დაფასებული იყო? თამარ მეფეს რო ბრძოლები ქონდა თავის დროზე. ეს ხალხმა ისტორია მერე დაინახა თამარმა რა გააკეთა, თორე თავის დროზე რო ხალხი მტერი ყავდა თამარს, ისეთი მიმიქარავს დღეს რომ მტერი მყავს მე. მოკლედ ერთი სიტყვით საქმე იმაშია მეგობრებო, რომ ისტორია, რასაც გვეუბნება, ისე არ იყო იმათ ცხოვრებაში. ესე არ იყვნენ, რომ აი მეფე იყო და მეფეს ფეხქვეშ ეგებოდა ყველა. იმედენად რთული არის ესა თუ ისე საკითხი თავის დროზე, ხო, რომელი ერთი აფასებდა აინშტაინს, რომელი ერთი აფასებდა ჯორდანო ბრუნოს, რომელი ერთი აფასებდა გალილეო გალილეის, რომელი ერთი აფასებდა თუნდაც თამარ მეფეს, თუნდაც დავით აღმაშენებელს. ყველანი ეზიზღებოდათ, ვერ იტანდნენ დასანახად. თამარი ერთადერთი უყვარდათ, იმიტომ რომ სადაც მიდიოდა რაღაცას აკეთებდა, მაგიტომ უყვარდათ, ანუ მიკეთებს და მიყვარს, გესმის? აბა ეხლა როცა თამარი ვეღარ აკეთებდა ვერაფერს და ჩავარდა ლოგინად, მაშინ უკვე ფეხზე ეკიდათ თამარი და მეფობაც ჩამოართვეს. ვის უყვარდა თამარი? თქვენ გონიათ ილია მეორე ვინმეს უყვარდა? არახანე 2000 კაცი მივიდა იქ სამძიმარზე თუ პანაშვიდზე, იმიტომ ვითომ უყვარდათ ილია მეორე? ილია მეორე რო ყვარებოდათ, ილია მეორეს რომ დედავაგინე, აი ეგ კარზე უნდა მოსულიყო ის 2 მილიონი ადამიანი, ესე რომ ამბობ 2 მილიონი და აქ უნდა ჩავექოლე მე. რატო არ გააკეთა? ნუ ჩავექოლე, კარებზე რომ მივადექი ილია მეორეს და რო ვთქვი, რომ იქ დატყვევებული ყავთ მეთქი ეს კაცი და არ მიშვებენ, ფეხზე დაიკიდა ყველა, ვინ დაკიდე. ძალიან უყვარდათ, გინდ თამარ მეფე, გინდ დავით აღმაშენებელი, გინდ ილია მეორე და ძალიან უყვარდათ ისე, თავს გადაყვნენ. წყევლას ბილსიტყვაობა ჯობია, ვისაც რა ეკუთვნის მიაგებენ. არაფერი არ ჯობია არაფერს, რაც პირზე გადგება უნდა თქვა. რასაც არ იტყვი შენ განგრევს. ეს არის ეს. აი ნახე, ესე არის. წამოვა ცუდი კომენტარები, გავცუდდები. წამოვა კარგი კომენტარები, გავკარგდები. თქვენი სარკე ვარ მეთქი, გეუბნებით, თქვენი სარკე ვარ. არ მოგწონთ თქვენ სარკეში ჩახედვა, ნუ მოგწონთ, ეგ თქვენი პრობლემაა. მესულას არ მე დარდება ეხა თქვენ ცუდს გამომიგზავნით თუ კარგს. რასაც გამომიგზავნით, იმას გამოგიგზავნით უკან. ის მოგივათ უკან. ეგ არანაირად ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ გინდათ წყევლა, მიიღებთ წყევლას, გინდათ დალოცვა, მიიღებთ დალოცვას. როგორც მომიქცევით, ისე მოგიქცევით. ის რომ გენიოსი თამარ მეფე ვარ, მეთქი რო განვაცხადე, ხო? გენიოსი უნდა იყოს ადამიანი, ზუსტადაც აი იმას რო აკეთებდეს, რასაც მე ვაკეთებ რა. მართლა გენიოსი უნდა იყოს. გენიოსი თუ არ იქნებოდა ან იმაში საპყრობილეში და ან საგიჟეთში. გესმით? თქვენ გონიათ არა? თქვენ გონიათ არა? ხო, თუ გონიათ, კარგი. გეგონათ. იმას, რასაც მე ვაკეთებ, ეხლა
კაცობრიობის გონი ამას ვერ ხვდება. აი 20 წლის მერე შეიძლება მიხვდეს. ეხლა მე 20 წლის მერე თქვენ გელოდოთ, 20 წლის მერე მე უკვე სხვა ლეველზე ვიქნები და მერე უკვე იქ თუ დამეწევით, ხო დამეწევით, მაგრამ ეხლა რასაც ვაკეთებ, ამის ფასი რო გაიგოთ თქვენ, თუნდაც იმ ცუდი სიტყვების, აი ბერი გაბრიელი ხო ძალიან ისე იყო რა, არ უყვარდათ და ზოგი აფურთხებდა კიდევაც და ზოგი გის უწოდებდა და ეხლა დააფასეს ბერი გაბრიელი, რატო დააფასეს ნეტა? თავისი სიტყვის ამებრ? რატო ნეტა არ იგინებოდა, არ სვავდა, არ იფურთხებოდა, თუ რატო დააფასეს? იმიტომ რომ თავის დროის მიხედვით ის ძალიან წინ იყო და სანამ თქვენ მიხოდებოდით მაგას თუ რას აკეთებდა ბერი გაბრიელი, ხო? თქვენ გეძინათ, მას ეღვიძა. აი როცა მიხვდით მერე უკვე მკვდარი რომ დააფასეთ, ხო? როგორ არის ნათქვამი? გვამების თაყვანისმცემლებად გადაგაქციათ ცხოვრება, საერთოდ ქართველები. გვამებს უფრო დიდ პატივს სცემთ, ვიდრე ცოცხალ ადამიანებს. ხო და მკვდრების კერპებად რომ დადექით, მეგობრებო, ხო? ცოცხალი მაინც დაინახეთ ადამიანში, ცოცხალში დაინახეთ ის წმინდანი. ეხლა დღეს რამდენიც გინდა იმდენი წმინდანი ვართ ამ დედამიწაზე. ვიღაცას გონია რახან შეიგინა ის წმინდანი არ არის, მეგობრებო, არის. წმინდანებს ყველაფრის თქმის უფლება აქვთ, მაგრამ სანამ თქვენ ამას გაიგებთ, მანამდე ვირი ხეზე ავა. მარინე ბლიაძე ამბობს, სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ხარ თამარ დედოფალი, მართალი და დიახ გენიოსი. მარინე შენ აშკარად გასწრებული ხარ დროს და ხედავ ბევრ ამას, თუმცა ალბათ ბევრი განსაცდელებიც გექნება, იმიტომ რომ ესეთი ხალხი, ვინც ბევრს ხედავს, ბევრ მტერს იზიდავს. ასე რომ ჩემო კარგებო, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვინ, სად, როგორ, როდის, რას ლაპარაკობს. მნიშვნელობა აქვს, ვინ, სად, როგორ, როდის, რანაირად იღებს. ხო? იღებს. მაგალითად, როდესაც მართლმადიდებელთა საზოგადოება 4 წლის წინ დამესია და ჩამქოლა, მათ თავი გონიათ დღესაც გონიათ, რომ ძალიან მართლმადიდებლები არიან და სატანა ჩაქოლეს. აი ესე გონიათ დღეს. დღემდე ესე გონიათ. ამას პირდაპირ დანაღვა უნდა, რომ პირდაპირ თავის თავს ამხელენ, რომ არც ქრისტეს იცნობენ და არც ქრისტეს საქმეებს. მათთვის მნიშვნელოვანია უღუნდაც თავიანთი ფანატიკური სიყვარული, ფანატიკური რა არის იცი, არარეალური, ის არის მოჩვენებითი სიყვარული. მათ გონიათ, რომ უყვართ ვინმე. მათ გონიათ, რომ უყვართ ილია მეორე. მათ გონიათ, რომ იცავენ ილია მეორეს, რეალურად მას მიწიდან თხრიან. მისი სახელით პირდაპირ იმ ხელაცოდებს ჩადიან, რომ აი ამ კაცს, როდესაც ეხლა მე-40 დღეს წარსდგება ღვთის წინაშე და რომ გადაწყდება ჯოჯოხეთში ჩაქვესკნელდეს თუ ზეცად აქვესკნელდეს, ხო? აი სწორედ მისი, აი ეს 2 მილიონი თუ რამდენიც იყო, ხო? გადაჭარბებულად რა 2 მილიონი კაცი რო იქ ყოფილიყო, დაინგრეოდა იქ რომ იმ საზოგადოებას, რომელიც ფიქრობს, რომ ილია მეორე დაიცვა და მე ქვამესროლა, სწორედ ის საზოგადოება უთხრის ზეცაში ასვლისთვის ხელს. იცით რატო? იმიტომ რომ მისი სახელით ძალიან ბევრ ცოდვას ჩადის და მას აკისრია, როგორც ერის მამა, თავის შვილებზე ეზრუნა და დაეტოვებინა ჭეშმარიტი ქრისტეს სიტყვა და ქრისტიანი საზოგადოება, ქრისტეს მსგავსი საზოგადოება. თქვენ კარგად იცით, რომ ქრისტე არავის ესვრის ქვას და არც არავის აქვესკნელებს, ხო? ასე რომ ჩემო კარგებო, ის კაცი მიუხედავად იმისა, რომ გონია საზოგადოებას, რომ უყვარს სინამდვილეში ძალიან სძულს, მაგრამ სანამ ის გამოფხიზლდება და გაიგებს ამ ვითარებას,
მე მომიშვერს ხელს და ჩემზე გადატეხს თავის სიძულვილს იმ კაცის მიმართ. ქვეცნობიერად თითოეულ მათგანს ზულს ილია მეორე. რატომ იცით? იმიტომ რომ არც ერთი ფეხი არ დადგა, როდესაც დაიყვირა თამარი ნასარიძემ და როდესაც 700,000-მა ადამიანმა ნახა, რომ კაცი არის ჩაკეტილში და არ უშვებს დაცვა არც გარეთ და არც შიგნით არავის, მაშინ აბსოლუტურად ყველამ დაიკიდა ფეხზე ილია მეორე. სამაგიეროდ ესროლა უცოდელ კრაავს ქვა მისი სახელით და სწორედ ეს არის, რომელიც შეუშლის ილია მეორეს ხელს ზეცად ასვლაში, ცხონებაში. ის ვერ ცხონდება. იმიტომ ვერ ცხონდება, რომ ხო აი ამდენი ადამიანი შეიკრიბაო და მე ესეთი რამე არ მეინახავსო. რეალურად რას აკეთებს ის ხალხი, იმით განისჭება და არა ამდენი ხალხი შეიკრიბა თუ ამდენი ხალხი შეიკრიბა, გესმით? რეალურად რამდენი ხალხი ვინც შეიკრიბა, რას აკეთებს და როგორი დატოვა იმ კაცმა ერის მამამ, იმით განისჯება. ანუ ხე ნაყოფით შეიცნობა, არა სიტყვით, არა ქმედებით, ნაყოფით შეიცნობა ხე. ასე რომ მისი ხე რეალურად ქრისტეს ვერ ბაძავს, მისი ხე ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას და მისი ხე აქვესკნელებს უცოდელ კრავს. ვინ არის უცოდელი კრავი? ეხლა იტყვიან ადამიანები, შენ ხარ უცოდელი კრავი ამ ბილწის სიტყვებით და ამ ასეთი გაკითხვით? დიახ, ეს არის თქვენი განსაცდელი, რომელშიც გამოიცადეთ და ვერც ერთი ვერ მიხვდით მაგას, რომ თქვენ რეალურად ქვა კი არ უნდა გესროლათ, არამედ უნდა გესროლათ სიყვარულის სიტყვები, რითიც ასეთ ადამიანს, როგორიც მე წარმოვადგინე თქვენ წინაშე, ხო? არა რეალურად ვარ, არამედ რომელიც მე წარმოვადგინე თქვენ წინაშე, აი სწორედაც ისეთი ადამიანი გეხსნათ უსკრულიდან, მაშინ იქნებოდით ქრისტიანები, მაშინ გეყვარებოდა თქვენი ილია და მაშინ იქნებოდით ილიასგან ქრისტესნიერი ხალხი დატოვილი. მაშინ იქნებოდა კარგი ნაყოფი და მაშინ შეიწირავდა ნაყოფს ზეცა. მაგრამ ვერ იწირავს ზეცა ნაყოფს, რამე თუ თქვენი ქმედება პირდაპირ მნიშვნელობით ადასტურებს იმას, რომ ჯოჯოხეთში ყავს ამ კაც მართლაც ბერი გაბრიელის სიტყვების თანახმად 50,000 კაცი კი არა, აც უკვე 70,000 ადამიანი სული ჩაჭერილი. რატომ? იმიტომ რომ თავადაც მსახური იყო ბოროტების. როგორ? კი რაღაც ლამაზ სიტყვებს იძახდა, მაგრამ ისი ქმედებანი პირდაპირ აშუქებდა იმას, რომ ის ვერ ემსახურებოდა ქრისტეს, როგორც დღევანდელი ეკლესია ვერ ემსახურება ქრისტეს, თუმცა გაიძახის, რომ ქრისტეს მსახურნი ვართო, ფიცი მწავს ბოლო მაკვირებსავით, ის ვერ ემსახურება ქრისტეს. რამე თუ კი ქრისტეს ემსახურება კაცი, აუცილებლად დაემსგავსება ქრისტეს, იქნება უბრალო სამოსში ჩაცმული, იქნება სოფელ მოსიარულე, დახმარებას გაუწევს გლეხებს, დახმარებას გაუწევს გაჭირვებულებს, დახმარებას გაუწევს მკვრივებს, ობლებს და ასე შემდეგ, მეგობრებო. აუცილებლად ეს იქნება ქრისტესნიერი და არა ისეთი, რომ ბარტყულ კურკულებით მოოქროვილ ქუდებითა და ტონა კილო ოქრო ვერცხლის ჯვრებით ივლის და აგერჩე ბატონო მომიმსახურეთო გეტყვით. არა, მეგობრებო, ეს არ არის ქრისტიანული, ეგ არის ფარისევლური და სადუკევლური, თუმცა ქრისტიანული დღემდე დღეს ვერავინ ვერ გაიგო ჯერ რას აკეთებდა ქრისტე, როგორც ჩანს, რამე თუ მის ქმედებას ანხორციელებენ მხოლოდ ცოტანი და ბევრნი არიან ეკლესიაში შემძვრალი, რომელიც ქრისტეს სახელით იყენებენ თავიანთ ძალაუფლებებს, თავიანთ ტიტულარულობას და თავიანთ პოზიციებს. ასე რომ ჩემო კარგებო, თითოეული თქვენგანი, რომელმაც მესროლეთ ქვა, რომელიც ვერ იტანს ჩემს სიტყვებს, რომელიც ჩემ პირიდან გამოდის, წმინდა სიტყვები, სიტყვა ყველა წმინდაა, მხოლოდ აზრია ბინძური,
ხო და ის წმინდა სიტყვა, რომელიც შენში ბინძურ აზრს წარმოქმნის, პირდაპირ მაცნობებს იმას, რომ შენი გონება ძალიან დაბინძურებულია. რამე თუ ჩემს გონებას არავითარ შემთხვევაში ცუდად არ ხვდება, თუნდაც ასობგერების წარმოთქმა, როგორიც არის ძუძუ, ყლე, ჩური, მუტელი და ასე შემდეგ. ეს ასობგერები, რომლებიც ეს სიტყვები, რომლებიც კაცობრიობამ პირდაპირ მნიშვნელობით გააუპატიურა. აი, ამ სიტყვებს კვლავ სჭირდებათ აღდგენა, თავიანთი არსის დაბრუნება, თავიანთი სიდიადის დაბრუნება, რამე თუ აზრი, რომელიც გავრცელებულია დღეს საქართველოს საზოგადოებაში, არის მეტად დაბინძურებული და მეტად ქვესკნელში ჩასული, რამე თუ ამ სიტყვების გაგონებაზე გული უსკდება. პირდაპირ გულში ესობა. სწორედაც ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ დღეს საზოგადოებამ, რომ სიტყვები, როგორიც არიან, როგორც უკვე გითხარით, ბოზი, ძუძუ, ყლე, აი ამ სიტყვის გაგონებაზე რატომ გემართებათ ელენმელეთი? რატომ? ხო უნდა დაფიქრდეთ მაგაზე. ესე იგი, აქ სადღაცა თქვენ გაქვთ დიდი დაზიანება. როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს. და წარსტყუნა დაწყებულია. ანუ წარსტყუნა რას ნიშნავს, მეგობრებო, თუ იცით? რას ნიშნავს? აბა გადახედეთ ძველ ქართულში, ჩაიხედეთ და როდესაც წაიკითხავთ სიტყვა წარსტყუნას, აი მაშინ მოგეხსნებათ ამ სიტყვის გაგონებაზე ის დაძაბულობა, რომელიც დროთა განმავლობაში აკრიფეთ და აკრიფეთ. დედის ტყუნაში არიან მამაკაცები სიტყვიერად, რამე თუ ფიზიკურად ვერ ახორციელებენ და ფიზიკურად განხორციელებას კიდევ ინცესტი ეწოდება და როდესაც ინცესტში ვართ, როგორც აგერ ილია მეორემ 70,000 მოწაფეში მის ნათლულში ჩადო ეს მარცვალი, რომ ისინი ინცესტის საშიშროების წინაშე დააყენა, არ არის გასაკვირი, რომ აი ეს ინცესტი ძალიან აშინებდეს ადამიანს, რამე თუ იცის მისმა ქვეცნობიერმა, რომ მომავალში აუცილებლად იქნება ინცესტის დიდი საშიშროება. ძალიან დიდი საშიშროება, რომელიც ვითომ და ილია მეორემ თავის თავზე აიღო, თუმცა არც ერთ ადამიანს არ ძალუც აიღოს სხვისი ცოდები თავის თავზე, თუნდაც იყოს ის პატრიარქი ამაგ სოფლისა. არც ერთ ადამიანს არ ძალუც სხვისი ცოდები აიღოს თავის კისერზე. რაც არ უნდა გამოცხადება იყოს, რაც არ უნდა გადაწყვეტილება იყოს, რაც არ უნდა სიზმარი იყოს, არავის არ ძალუც ადამიანები ჩააყენოს ცოდვაში და თქვას, რომ ეს ცოდვები ჩემ თავზე ავიღეო. ეს არის სრულიად გამორიცხული და მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ერთმანეთი დაინათესავეთ ილია მეორის მხრიდან, ილია მეორე, ვისი ნათლიაც არის, მათი ერთმანეთზე დაქორწინება ინცესტის ტოლფასია. და თუ კი თქვენ ამას მაინც ჩაიდენთ, იმიტომ რომ ილია მეორემ თავის თავზე აიღო, აუცილებლად წარსდგებით ღვთის წინაშე და მოგთხოვენ პასუხს, ვინ ილია და რა ილია, ილია იქ აღარ იარსებებს საერთოდ და თქვენი პასუხისმგებლობის წინაშე თქვენვე მოგიწევთ თავის გამართლება, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ვიღაცა კაცის გამო შენი თავი ცოდვაში ჩაიგდე. ამიტომ გავკივი ვარ მე, ამიტომ ყვირი ვარ, რომ ეს კაცი იყოს სატანის მოციქული და არც ერთი არ შეისმენს, ვიდრე არ მოვა მეორით მოსვლა და არ განათდება თითოეული თქვენგანის გონება, რომ ყველამ გაიგოს, რომ ეს ადამიანი იყო სატანის მოციქული. ახლა მეგობრებო, თუ მისი სატანის მოციქულობა არ გაშინებდა ჩემი ის წმინდა სიტყვები, რომელიც ჩემი პირიდან გამოდის, გაშინებთ, მაშინ თქვენ აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. ეს იქნება ჩემი დარიგება თქვენ და მე. ახლა კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.